აფხაზეთი ჩემთვის არის არნახული, მაგრამ წრფელი სიყვარული, ესე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ რაც ჩემი თავი მახსოვს, აფხაზეთიც მახსოვს ფოტოებიდან, ვიდეოებიდან და ოჯახის წევრების მონაყოლი ესე ზღაპრული ამბებიდან. შესაბამისად, ჩემი სახლია, რომელიც მიყვარს და იმედის მომცემია ალბათ აფხაზეთზე ფიქრი. უკეთესი მომავლის იმედის. ჩემი აზრით, პირველ რიგში მთავარი არის ახალგაზრდების ჩართულობა, სწორი ცნობიერება და სიტუაციის სწორი აღქმა. არა რომელიმე მხარის მიკერძოებით ან ესე რაღაც არასწორი, ანუ ზეგავლენით არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც აწყობს ვიღაცას მაგალითად. სწორად უნდა გავიაზროთ ის, რომ ჩვენ რეალურად არაფერი გვაქვს სამტრო, ახალგაზრდებს თავისუფლად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ერთმანეთში ჯანსაღი ურთიერთობა და ნელ-ნელა ეტაპობრივად შეგვიძლია რომ დავამყაროთ ჩვენს შორის მშვიდობა იმ დონემდე მაინც რომ მტრებად არ აღვიქვამდეთ ერთმანეთს. აფხაზეთი საქართველოა პირველ რიგში. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს კუთხეს. რადგან როგორც არის ნათქვამი, ჩვენ დაკარგულად ვერ ჩავთვლით იმას, რაც ჩვენინებით არ დაგვითმია. ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება მშვიდობით, მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი კომუნიკაციის და ჯანსაღი ურთიერთობების ხარჯზე.